გიორგი ლაზევა, ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. დღეს ოთხშაბათია, 6 საათი და 15 მინუტი და ვიწყებთ საუბარს ლიტერატურაზე. ბევრი თქვენთანაც უბრალოდ და ამიტომ მოკლედ გავაკეთებ და შემდეგ ჩვენს მასპინძელს გადავცემ სიტყვას. დღეს ჩვენი სტუმარი ალბათ ძალიან მიხარია, რომ ის ჩვენი სტუმარია. და ძალიან მიხარია რომ ადრე არ გავაკეთე ეს საქმე, მიუხედავად დიდი ხნის წინ დავყიდე. ლექსები არ ვიცოდი. ლექსები და კალმატონი გაარჩევდა და მოულოდნელი სიუჟეტი იყო. ჩემი აზრით მოგზაურობული გამოთქმი ჩვენს ფორუმზე, რომელსაც ქვია ებრიტკო, რაც როგორი შიფრება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული ფორუმი. რაც შეეხება საღამოს. 3 წლის წინ დაახლოებით 45 საღამო ჩავატარეთ, შემდეგ 3 წელი უნდა შესვენებით რემონტი იყო და დავისვენეთ და წელს გავამახლეთ და ეს რომ გავამახლეთ არის იმ სვენელების დამსახურება და არაჩვენი რომელიც ვისვენებენ და შეიძლება მოდიოდნენ ამ საღამოებს. მინდა გავამეორო რომ 15 წუთი რომელიც გვიან დავიწყეთ სპეციალურად არის და ეს არის ვებქისტაუსის 15 წუთი ამოს ვებქისტაუსას ბამუტრახტევა საიტზე რამდენის თავია განთავსებული თუ ვერ შევავსეთ თავი რატო ვერ შევავსეთ თუმცა ასე რამდენი არ ყოფილა ასე რომ 8 თავი შესავალი შეგიძლიათ ჩვენს საიტზე ნახოთ და დღეს ის გადაწყვეტა დაახლოებით კვირაში მაქსიმუმ კვირაში თქვენს გვარს ნახავთ აგი კამერით გვარს და ნახავთ თქვენს გვარს მოგჩი შესავალი ახლა ქალბატონი ინგას გადავწევს სიტყვას, მაგრამ ეს რამეს მასპინძელი მე არა ვარ, მე თქვენს არის სტუმარი და ვცდილობ რაც შეიძლება მეტი კითხვა დავსვა, იმიტომ რომ ყველა ძირითადი კითხვა, რომელიც მქონდა ინტერვიუში დავსვი და მეთქვი ძალიან კარგი ინტერვიუა, თუმცა ისეთი კითხვები არ არის, როგორც პასუხები გაცილებით უკეთესია ვიდრე კითხვები, თუმცა ის არის ოსტატობა, როცა ჩემ დასწრებით კითხვებზე ასე პროფესიონალ ადამიანის საუბრობ ძალიან მიხარია. ხანდახან კიდე ხوار პროცესი კითხვები ხوار რომ თუ გამიხარდეს რომ კარგი პასუხი მოყვა ხოლმე ეს რა თქმა უნდა ხოლმე. როგორი ვიმუშავებთ ესე იგი. ერთადერთი კითხვაც რომელიც აუცილებლად ხო? აღარ ასე. ქალბატონი გა თქვენი ლიტერატურა და არა მხოლოდ ლიტერატურული სი. მან შეუძლია ქალბატონს შეუძლია ეს ჩაატოს სი 1 წუთში, 2 წუთში და საათ ნახევარს ეს არის მისი ნება და დაახლოებით საათ ნახევარი გაგრძელდება. საღამო გექნება საშუალებლად უნებრივად დასვეს კითხვები, გამოთქვათ აზრი და კიდევ ერთხელ შევეცდები რომ კითხვის ერთნი არის. მხოლოდ კითხვა დასწრება და კიდევ ერთხელ ლიტერატურა და არა მხოლოდ ლიტერატურა. ჩვენი თანამედროვე გადაიქცა CV-ების ეპოქად, ასე ვთქვათ. CV-ების ეპოქად გადაიქცა მეთქი ჩვენი თანამედროვე სამყარო. წერენ ადამიანები დაუსრულებლად CV დააქვთ, ეს CV-ები ასე ვთქვათ სხვადასხვა ადგილას, ზოგი იმედით, რომ რაღაც შედეგი ექნება. რაც ტრაგიკულიც კიდევს უკვე ამ CV-ში, არაჩვეულებრივი ესპანელი წერნის პატარა მოთხრობა ნახე ამას წინათ, რომელშიც იყო გამოთქმული ზუსტად ეს, რომ ახალგაზრდები როგორ წვალობენ, ასე ვთქვათ, ამ თავიანთი CV-ით ხელში. ამიტომ ეხლა მე რაღაც არა მაქვს თლათ ისეთი მოყვარული დამოკიდებულება ამ ფორმისადმი, რატო ახლა? იმიტომ რომ დაიბადა სკოლაში, აქ ისწავლა, ამ წელს შევიდა, ამ წელს დაამთავრა, იქ იმუშავა, აქ იმუშავა, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ არა აქ იმას გრაფა გვერდით ამ CV-ს, სადაც იყო რა განცდით და რა სიყვარულით ან რა ემოციით იყო იქ. აი ესაა მეგონი უფრო მთავარი ადამიანის შესახებ რომ გაიგო, ვიდრე რომელ წელს სადღაც. ან რომელ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა, რომელ სკოლაში სადმუშაობდა, უფრო მეტი ალბათ ის არის, აი სულ ფიქრობ ამას, რომ იქ სადაც იყო რას გრძნობდა, რა დამოკიდებულება ჰქონდა და ვინ იყო ის იქ, მაგრამ ამას ახლა CV-ში ვერ ჩატოვე, ვერც მოყვები, ხო? აი ასეთ შეხვედრაზეც ვერ მოყვები, რა თქმა უნდა.
ხა ისე მაინც რომ ვიც არ არის ვისაც თბილისში დავიბადე 55 სკოლა დავამთავრე აი პუნქტიდან გამომდინარე მე თვითონ ვკეთებ ახლა ჩემს CV-ს ამ ემოციის პუნქტს ვერდით რომ კარგი სკოლა იყო ერთი თვალსაზრისით კარგად ასწავლიდან მეორე თვალსაზრისით ადამიანობით იმ კომუნისტურ ეპოქაში ცუდი იყო ძალიან რაღაცები ქონდა ისეთი ადამიანური თვალსაზრისით ძალიან მძიმე ორმაგი განწყობით ვარ მადლიერიც ვარ ბევრი ცუდი რაღაცას ვახდე სკოლა იყო მართლა რასაც სკოლა ქვია რომ გაიგე სკოლას მე უნივერსიტეტია ჩემი კურსელები არიან ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, რომელიც ძალიან კარგად მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტობაზე სულ ამბობენ, რომ აი ხალისიანი ეპოქა, გართობა ამას ვერ ვიტყვი. ძალიან გართობაში გავაკეთე სტუდენტობა, მაგრამ კარგი იყო, ეხლა რომ ვხვდები ძალიან კარგი ყოფილა, იმიტომ რომ იყო ძალიან ეროვნული, ძალიან ისეთი ატმოსფერო ჩვენ გარშემოში, რომ მაშინ ვერ ვზნობდით, ვერ ვაფასებდით ყოფილა. ფაქტიურად მე როცა ვამთავრებდი, აირია რომ დავამთავრე ყველაფერი და მე არ ვიცი რა ხდება, მაგრამ აი მე როცა ვიყავ სტუდენტი და მე გამხდები ჩემი თანატოლიც ალბათ რომ იყო ძალიან ისეთი ქართული იყო ჩვენი უნივერსიტეტი, ღირსეული იყო და აგრძელებდა მაინც იმ ხაზს, რომლითაც დაიწყო ეს ყველაფერი. ასე რომ უნივერსიტეტის დიდი სიყვარული გრაფას ვაკეთებ ახლა მე წლებისას და თან ემოციებისაც. შემდეგ უკვე ლიტერატურის ინსტიტუტი და ახლა ამაზე ცალკე უნდა გავჩერდით ასპირანტურაშიც ვიყავი და მე ვმუშაობ სულ ამდენ წელია. ძალიან დიდი ემოციით ვარ დღესაც ამ ჩემი ინსტიტუტის მიმართ, იმიტომ რომ რაღაცა სახლივითაა და ატმოსფეროა ისეთი. და სულ მაგ ესეთი განცდა რომ ჩვენი ერთბას რომ აღარ იყოს ხო ემუქრება ამ ყველაფერს ამ სტრუქტურებს დაანგრევა, გაგროვა, გაუშვება ეს იქნება ძალიან მძიმე, იმიტომ რომ არ ვიცი თქვენ როგორ მე არ მივეკუთვნებ იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან ხიბლად გრევები მათ ცხოვრებაში და სიახლეებზე არიან სულ ორიენტირებულები. არის ახლა ასეთი ტიპის ხალხი, რომ შეიძლება ჩვენი კულტურაა ცოტა კონსერვატორული და ამის წევრები ვართ ჩვენც და ამიტომ გვემართება. ჩემ გარშემო მე ვერ ვხედავ ახლა მაინდა-მაინც რომ შემოენგრეს ყველაფერი გარშემო ამის მოტრფიალე ხალხს და მეც არა ვარ რა თქმა უნდა ძალიან მეშინია ახლა ამ სიტყვის არ შემეშინდება გრევის იმისი რაც იყო ჩემი ასე ვთქვათ ცხოვრების ნაწილი. კიდევ მე არ შემიძლია არ აღნიშნო ომეგა ჩვენი წელობა ახლა ხო ჟურნალი რომელშიც მუშაობდი 3-4 წელი ხო მაშინ ძალიან კარგი იყო იმიტომ რომ იმ თვალსაზრისით რომ ლიტერატურული სივრცე იყო და მთლიანად ლიტერატურით ცხოვრობდი ასე ვთქვათ ახლა ჩვენ როგორ გვიწევს ცხოვრება მარტო შემოქმედებით ვერ ცხოვრობ ხო იმიტომ რომ იარსებო იცხოვრო აქეთ დაგხარ იქით დაგხარ ლექციებს აკარო ამაშვები იმაშვები ხო და იქ იყო ამისი ატმოსფერო, რომ შეიძლება აკეთო შენი საქმე და რაღაც სალონითა, მადლობა ღმერთს ერთ პერიოდი ტრაგიკულად დაინგრა ჩემთვის, მაგრამ გრძელდება ახლა და არსებობს და კულტურული პარადიგმა ეს ჩვენი წელობა და კარგია ეს რა თქმა უნდა. მე კიდე ერთი ხა CV-ს ხო არ გამომჩეს. სოხუმის უნივერსიტეტი, რომელიც მაინდა-მაინც კარგად არ მახსოვს, ახლა ამიჩინული ქართველები და არ გავავრცელებ, მაგრამ იქიდან ძალიან კარგი მეგობრები დავრჩა და ამიტომ იმაზე შემიძლია თქვა, რომ კარგი იყო მაინც რაღაც თვალსაზრისით და ამ წუთაში მუშაობ ლიტერატურის ინსტიტუტში. და კიდე რაღაც წვრილი ისინი ასე ვთქვათ, ადგილები, სადაც მიმუშავია და რომელზეც ემოცია იმდენი არ არის, რომ ჩემს ემოციურ CV-ში ჩავწერო და თუ არ არის ემოცია იმას ვერ ჩავწერ. ეხლა რაც შეეხება კიდე რა ვთქვა, შეიძლება ეხლა CV-ს როგორ წერთ ჩვენ. ხო წიგნებია გამოცემული. ეჭდავს ნებისმიერ სფეროში. რომანი, პიესა, ლექსები. ხო, ესე იგი წიგნი ეხლა რომანზე წიგნი იყო ყოველთვის ჩემ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი
ძალიან საყვარელი მეგობარი, ასე ვთქვათ. და დღესაც არის და არ ვიცი ალბათ ხა მე რო არ ვიქნები მაშინ გაქრება ეს ურთიერთობა, მანამდე იქნება ალბათ ამას რა შეცვლის. ეს ერთი წიგნებია ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ბევრი რამე, რომელიც უკავშირდება ადამიანის შემოქმედებას და ადამიანთან ურთიერთობა ძალიან ბევრთან ვერ ვამყარებ, მაგრამ ისთან ვამყარებ, ის ძალიან მიყვარდება და ალბათ ესეც მნიშვნელოვანი არის. სივიში შემაქენს სივიში. ჯერ არა, მე ასე ვერ ვიტყვი, ხა იმასთან ვინც არ მომეწონება ვერ გამოვყარებ, ვერანაირად. არ მომეწონება, ხა შესახედად კი არა, ნუ რაღაც მომენტში გამოჩნდება, ხო? ხა სულ ფიქრობ, რომ ადამიანზე ხო ამობენ თვალებში ჩანს სული, ქმედებებში ჩანს ადამიანი, ქმედებებში ვერ დაემალება, შეიძლება ყველაფერს და ყველგან. რაღაცა ფლობს ზოგი თავს ისე კარგად, ისეთი კარგი ხელოვანი, ასე ვთქვათ, არტისტი, რომ სულ არ ეტირება და ტირის, ხო? გვინახავს ეგეთი რამეც. არის ხოლმე ისეთი მომენტები, რომ არ ეცინება და იცინის და ქმედებას ის თავსაზიანოს არავინ არ აკეთებს. ყოველთვის აკეთებს იმას, რაც მოდის მისგან. თუ ალტრუისტია, ალტრუისტულად მოქმედებს. თუ ეგოისტია, ვერ დამალავს ასე მოქმედებს. ამის ასე თუ შეიყვარებ ადამიანს, ალბათ არ დაუვალებია ასე მიმაჩნია. თუ რა თქმა უნდა ხა იმან არ გიყავათ შემთხვევით ურთიერთობაში იგეცდა. ხო, რა მიყვარს ახლა ალბათ CV-ში ის გრაფაროა ბოლოში დამატებითი ინფორმაცია. ხატვა მიყვარს კიდე ძალიან თავისუფალი. იმიტომ რომ მე არ ვიცი ხა ეს კაია გასამხელია თუ არა, მაგრამ რასაც მავალებენ გააკეთო, რაც უნდა მომწონდეს. ის ალბათ ქართული ხაზ არ ვიცი რა. ეხლა მაგეთი წიგნია, ხო? ეხლა წერ ბესიკ ხარანაულის წიგნზე წერილს კრიტიკისთვის ჩვენი სამსა. კაი წიგნია ნამდვილად წავიკითხე. მაგრამ რა კი დავალება ძალიან მიჭირს დაწერა. აქედან გამომდინარე ის რასაც მავალებენ და გასაკეთებელია, ძნელი გასაკეთებელი ხდება ყოველთვის და ამიტომ მე მიყვარს თავისუფლად რაშიც ვარ და აი ხატვას იმიტომ გამოვიდა. იქ თავისუფალი ვარ, თუმცა აკადემიკების გარეშე ვარ. ეს არის განდენი. სულ ხატა. მე არის წერა ვისწავლე სხვათა შორის მე თვითონ ვისწავლე წერა კითხვა იმედი იოსებ გრიშაშვილი რო აბრობით სწავლობდა, ხო, ეს წიგნები, სახში ეს რა ასულა და 3-4 წლისამ ვიცოდი კითხვა უკვე და მაგრამ ეს არ მე მგონი უფრო პატარა ხატავდი, იმიტომ რომ იქ რაღაც რემონტი გააკეთეს სახში და მე მაგ ნანახი, აი ძალიან დაბალი ამ ხელარო ბავშვი და ორი ფიგურა მქონდა და რაღაცა რა ვიცი ხა ეს ალბათ უფრო დავხატავ. პირველ ყოფილი ადამიანს ჯერ ხატავდა და მე დაიწყო წერა და ალბათ ესე ადამიანს ინდივიდუალურად ესე ვიკარგებ. ნუ მე მიყვარს ახლა ეს. კიდე რა. განმეორების გამო. შენი მშვენიერი ნამუშევრები ოდეს მე არ უნდა გამოვიდა. ვინა გამოფენა. წიგნებში არის ილუსტრაცია, რაც გამოფენა პროფესიონალმა მხატვარმა უნდა გააკეთოს ჩემი აზრით. მე არ მასწავლს, ახლა უნდა გავამხილო ჩემი ის ოჯახის. ხაი სამჯერ მოვეწყო მე თვითონ სხვადასხვა სამხატვროებაში. ერთხელ მე თვითონ პატარა მივხედავ იმას, რომ ძალიან დასვყავი. დამოკიდებული ახლა ვატარებენ სკოლაში და დიდხანს და ბებია და მაინც მე თვითონ წავედი ერთხელ რაღაც საბავშვო სამხატვრო სკოლა იყო იმაში მოვეწყო მინიღეს. მეორეც იმაში პიონერთა სასახლეში და მე იმაში არ მატარადე ჩემმა სამხატვროებაში მუსიკაზე დავყავდი, იქ სრულად უნიჭო. 10 წლები დამამთავრებდი და ასე ძალად. არა ძალად კი არა, ხათვით ასე ვთქვათ. იმაზე არ მატარა, 10 წლები უნდა დამამთავრებდი მუსიკა. ხო იყო ეს ჩვენს იმაში. არ ვიცი, მშობლებზე რო რეკავენ ძალადობას, რამდენად დაგაკაცია. ეხლა გააჩნია კიდე როგორ ძალადობენ.
ეს ასეთი ძალადობა კი არ იყო დაათრევა ბავშვს. ანუ უნდა ძალიან მე კიდე ის მინდოდა. მე მატარა ბოლოს მე-13 ბოლოს იყო არაჩვეულებრივი ფილარმონიაში, ახლა იქ არის ბავშვთა ხელოვნების გალერეა. ხო იცით კონკასთან. ის იყო ჩემ ბავშვობაში ფილარმონიაში მუშაობდი ლონდონში იყო არაჩვეულებრივი. ახლა ხატვაზე გადავედი ლიტერატურაზე, ბოლომდე და ის იყო ძალიან კარგი და საინტერესო კაცი და მიგიარებთან დამაყურებდა ბედნიერება. მუსიკითაც კი ვარ მაყურებელი, თუმცა სრულიად უჭოდა ეს ვიყავი რაღაცა. ხო, არა. ბოლოს ესე 7 კლასის მერე მე ასეთი ინტიმატურით გადავედი იმაზე, რომ მუსიკოსობაზე მერკი ახლა დაყრა არ შემეძლო იმას. ბევრი შრომაც უნდა და თან კიდე რაღაცა უნდა გულით უკრავდა, ხო? ძელი ჩაერთოდა. ახლა თუ არ გაგენს მისწრაფება, მართლა ყველაფერს არის თითების პარტი. და იმ მუსიკოსობაზე ძალიან მაყურებელია, უნდა ვთქვა, იმიტომ რომ კანის მენელის კარგი მომზადება, მაგი უნდა გააკეთოს მშობელმა მართლა, რომ აი ესეთ რამეს. ამისი ვარ მართლა. ეხლა ლიტერატურაზე ხო ვთქვი, რომ ჩემი ვისწავლე. წერაკი ხო? ნუ მე სულ კითხულობდა წერა, რა ვიცი. რა გამოდის ახლა ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მაგის გარეშე ვერ წამოვიდი. ვიცი ხა მე სკოლაში კარგი მასწავლებელი მყავდა, ჩემიც კარგი მასწავლებელი იყო. ალბათ თამარჩაიძე აღარ არის სამწუხარო ცოცხალი და კიდე მეორე მასწავლებელიც იყო, ხო არის რამდენიმე რომლებიც აქცევდნენ ყურადღებას, აი ბავშვი წერს რაღაცას, ხო? აი თემებით იწყება ასე ვთქვათ ეს და ატარა რაღაცა ლექსებს წერდა, იხვებზე ბარეთზე გახდა. და სკოლაში მე მასწავლებლებმა მიაქციეს, ჩემმა საკუთარმა, ჩემივე კლასისამ და კიდე მეორემ ასე ვთქვათ, რომელსაც ამ ჩემმა წააკითხა ესა და მე სულ მეუბნებოდა. მე რაღაცებზე ვაგზავნიდნენ რაღაცა შეიძლება. ოლიმპიადები იყო კარგი რაღაცები, მაშინ ოლიმპიადები იყო, კიდე კონფერენციები, რაღაც ისინი კონკურსები და იმაზე სულ დავდიოდი და აი შედი მე წერი ქვეყნდებოდა ეს ყველაფერი. მე მომდიოდა წერილები ბავშვების იქიდან, აქედან სკოლაში კი და მერგან აი გამასწავლებელი სკოლის გაზეთი რო იყო რაღაცა სკოლა და იქაც და მე ვთვლი რომ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აი მე-9 კლასში ვიყავ ჩვენ გამთავრდი 10 კლასს ხო მაშინ ანუ მე-9 კლასში ვიყავ მე როდესაც ნიკო ლეონიძე იცით ალბათ ეს ჟურნალისტია ალბათონ თინა კოპალაძესთან ერთად გააკეთეს უნივერსიტეტში იყო ესეთი ლიტერატურთა ჟურნალში რაღაცა ხო ეს როგორც მაშინ ნურჩი და ამათი წერილი და ვიყავი იქ ისური მივედი რაც რამდენიმე ბავშვი შეგვარჩიეს დაგვაწერინეს და აი მაშინ თვლი მე რომ აი განცდა იმისი რომ შეიძლება რაღაცა პროფესიონალურად დაწერო და არ იყო უბრალოდ სკოლაში რაღაცა საჩვენებელი ბავშვებისთვის განათლების სამინისტროში და მართლა შემოქმედი შეიძლება იყო თავისუფალი აბსოლუტურად მივიდე აი იყო ძალიან ისეთი ატმოსფერო რომ აი შენ წერდი რასაც გინდოდა როგორც გინდოდა ეს თავისუფლების განცდა და ეხლა ძალიან ვიწონებთ ჩვენ და მეც ვიწონებ პირადად ჩემი და თქვა თავს შინაგანად ვარ თავისუფალი მაგრამ იმ ეპოქაში ასე იოლიეს არ იყო იმიტომ რომ კლიშეებში ვიჯექით თემების რაღაც ათაურებში ვიჯექით აი უნდა ყოფილიყო ის რაღაცა უნდა ყოფილიყო მიგმული რაღაცა იდეოლოგიაზე ხო იყო ეს ახლა რაღაც სახშიც არ უნდა გაიზარდო ასე ვთქვათ თავისუფალ ატმოსფეროში და რასაც არ უნდა ისმენდე ასე ვთქვათ დისიდენტებს ან რაღაცა ნუ გარემო ესეთი იყო და აი იქ პირველად მქონდა ესეთი დაფასება და შეგრძნება თავისუფლად რომ მე ხო თავისუფალი შენ შემოქმედებაში და არსებობს ესეთი თემები რომლებიც არ უკავშირდება ემპირიულ სივრცეს და იკავშირდება შენს შიგნით რა ხდება. ეს მეგონი მნიშვნელოვანია. მე 9 კლასში 15-ია, ხო? 2 წელი დავდიოდი.
თან საინტერესო. ძალიან კარგად მახსოვს და ნუ მე უკვე პროფესიონალი ბასიწყებ ასე ვთქვათ, ფილოლოგიის ფაკულტეტში შედიხარ. ალბათ სუსვანაერი ისინი ჩდება პასუხისმგებლობა. ხანდახან მენატრება ხოლმე ის პროცესა ნაკლებ პასუხისმგებლობა მქონდა ჩემი ნაწერისადმი პატარა ნუ ასე ვთქვათ, ესე ხო გამო, იმიტომ რომ არავიშავს ხო ბავშვი რაღაცას იწვევს და ეხლა ყველა სიტყვა უნდა გააზრდო, ყველა სიტყვა უნდა აღწევო, რაღაც ისე ამოგვიდეს. რაც არ არა მე ახლაც ამბობ რაღაც. და ვერასოდეს ვერ ვიტყვი, რომ მე რაღაც აი რამეს ახლოს დავიქვა. მიუხედავად იმისა, რომ აი ხო პროფესიონალები ვართ ჩვენ რაღაცაში, დიპლომები გვაქვს კიდე რაც ისინი გვაქვს დისერტაცია. მეს ვერ ვიტყვი, ეხლა კურსფელად ამას ისე არ ვარ. გაზაბრალი, სულ მე მე ვარ ეს მაგის თქმა მე არ შემიძლია. მე თვითონ ანუ ახლა მე ვთქვი. მე შეიძლება იყოს აი ემოციის გამოსახატავარი ლირიული ატმოსფეროში და ის ალბათ უნდა თქვა სხვა თუ ვარ იტყვის, თუ არ ვარ არ იტყვის. მე ვერ ვიტყვი. მეს. ეგეთი განცდა მაქვს. არ ვიცი ხო ეს რამდენ მართლა მაქვს აი BBH-ს ყავდა ერთი მეგობარი ქალი, რომელიც ძალიან მძიმე ეს კონდა. ძალიან განათლებული, ძალიან ესეთი აი პეტერბურგში ნასწავლი. ქმარი დაუჭირეს 37 წელს შეხეთო ამბობ ამას. დრო ჩამოვიდა 7 ცოცხალი აღარ დახვდა აქ ნათესავებმა წაიყვანა. ძალიან ტრაგიკული ქალი იყო, მაგრამ ბოლომდე კონდა მეაყვა რომ რასაც ვამბობ ეს რომ მითხრა. იყო ალბათ ერთი 76-17 წელი. სულ მოწესრიგებული, სულ მაინც მიუხედავად აი ასეთი ისა სულ დაკავშირებული წიგნთან თან და თან და იმან მითხრა რომ აი რა კი ნახარო წერდი რაც არასოდეს არ უნდა დააწერინო შენ გათქმევინო შენ გმირსო ან შენ როცა ლირიკულ ინტერმეცოს აკეთებო ისეთი მორალისტური აზრი არა ეხლა იმაზე გამახსენდა მე მეთქოლოს გამომივიდა ისეთი რამე შენ რომ მიგაჩნდეს რომ ეს ესეა აუცილებლად ესეა კარგია სწორია რომელიც მას შეიძლება დატოვოს მსმენელზე ნაძალადების დაბეჭდილება ქმედებაში გააკეთებინეო ჯობია ვიდრე ათქმევინო რაღაცა ძალიან ისეთი მაღალფარდოვანი თუნდაც სიტყვები და შეიძლება დააკლდესო შენ კეთილშობილ ჩანაფიქრს ასე ვთქვათ იმ გმირის სიტყვები მაგრამ ჯობია ვიდრე იყო ყალბით და არა დამაჯერებელი მხატვრულად იქნება თუ ადამიანურად ახლა შეიძლება ესე გამომივიდა მე რომ მე რაღაცას ვერ ვამბობ მაგრამ მართლა ესეა გადავედი ის დარიგებას გამოცდილი და ძალიან დახვეწილი შინაგანად ის იცოდა რასაც ამბობდა და სწორია ეს პრინციპში როცა ძალიან ისე ლაპარაკობს ადამიანი რომ მეორე ადამიანი ფიქრებს რომ ამან იცის კარგი რა არის და იმას ამბობს ხო არა დაკობს და შემოწმებს მაგრამ ხანდახან ალბათ უნდა დაუჯეროთ ეს რაღაც აი თვითონ ოპერებას არაფერს არა მაგრამ სიგნალი გამოიცა და გამოიტანა ზოგადად ჯეროზე რასა აი რა არა წერალი იმდაგები თუ აი წერალი აი ეხლა ცუდი გაკეთებს მოდი ესე ვთქვა მე თავიანთ თავს აპიარებ და ამას ვაკეთებ მე ვარ ადამიანი რომელიც ელაპარაკება მეორე ადამიანს დაწერის საშუალებით კომუნიკაციის ფორმას დავარქმევ ურთიერთობას ადამიანურობის რაღაცა განცდა თუ მოეწოდება იმას და იქ დამიძახებ წერალს მე ამას ვაკეთებ მაშინ რა თქმა უნდა მივიღებ ამას და ძალიან გამეხარდება და ისინი სრულიად მაგრამ მე ჩემი მხრივ არც მე აი ლექსად ვქართული მაგრამ იმას რასაც წერ და მაინც მე მგონია რომ პროზაც უნდა ძალიან არ გამოდის ასე მგონია მაგრამ თუ ის მიპასუხებს და მეტყვის რომ შენ წერალი ხარ და მე მომეწონა და მიყვარ მე ვერ მეტყვი წერალი ხარ მე დავწერ და ის წაიგებს და წაიკითხავს და თუ იტყვის რომ ეს წერალი ყოფილა აი გიორგი ამბობს მომწია ვიღე როგორ არ გამიგია და გაგიურება არის დღესდღეობით ერთ-ერთი
მცირე რიცხობანი წერილაში კითხვადია არ გაკითხავია მე ვერ ვიტყვი არ ვიტყვი არ მე როგორც კითხვა შემიძლია ვთქვათ რომ ძალიან გეგმები ესა ჩემთვის საყვარელი იმდენი სახის ხედა რომ ესე იგი შეიძლება გაგვეცანოთ თქვენს თუ შეიძლება კითხვები ნინო გედენიძე ხო ჩვენ ვიცით ნინო ყველა ასე რომ ალბათ ნინო მუშაობს პარლამენტის ეროვნულ კულტურაში კულტურისა და საზოგადოების კულტურის ნაკრების თავად სპეციალისტი და ეს რასაც ჩვენ აქ საუბრობს ჩავატარებთ სხვა და მომავალ არასპეციალურია გალაქტიონში დაიბეჭდება გაზეთში ახლა ეს გალაქტიონ ხელში მიგარია თუ გამსჭით მე მხოლოდ ინფორმატორი ვარ ამ ხელში მიჭირა ეს გაზეთი და შემთხვევით არ მომიტანია აქ არის ერთი კითხვა და თქვენი პასუხი მეორე ნომერში ნამდვილად იქნება ეს სამეფო გაგმას ხუმრობით აი იყო ნახევარ სერიოზულად კითხვა მაგრამ არ მეგონა თუ ამდენი ადამიანი თუ პასუხობდა ამ მარტო კითხვას მე მგონია და კითხვა ასე არის მიყვარს წერალი რომელიც გამჭირებს რომელიც დაასრულებინა დაახლოებით თუ არსები 150 ადამიანი მოპასუხა მაგრამ რამდენიმე დაემეორა კითხვა და ზუსტად ციფრი არის დაახლოებით 100 როცა გადავგზავნე რედაქტორს არა რომელსაც არ ვიცი ხალხო ნელა უჩევს არ ვიცი უგზავნი და რაც მოწონება ბეჭდავს საკუთარ არბაზს მოდი ამ კითხვაზე პასუხი ვიცი რომ პასუხები და მეორე ნომერში ხება მაგრამ კიდე ერთი მიყვარს მიყვარს წერა რომელსაც რომელიც არის დავით შემოქმედებლის ბატონის არ მატყულის პასუხი არის ორიგინალური პასუხი მიყვარს შოთა იათაშვილის მიყვარს წერალი მაია სარიშვილი მისი მეუღლეა ეს შეიძლება კარგი პასუხია ძალიან მიყვარს წერალი რომელიც მიყვარს რომელიც წერალით მიყვარს ყველა საყვარელია ეგ არის წერალი თუ შეგაყვარებს თავს კი ყვარს რახან ითი შეგაყვარებს სხვადასხვა რამეთი გიყვარებს ხო წერალი სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად ეხლა მე ისეთი წერლებიც არის რომელიც ძალიან მიყვარს და ბავშვობის მერე არ წავიკითხ იმიტომ მიყვარს სწორედ რომ აი ეს ბიბლიოთეკიდან გამოყენებული წიგნის სიძველე ის ჩემი პირველი აღთოვანი სამყაროთი რაღაცები რომელიც არ ვიცოდი იქ რაღაცას იგებ იქ რაღაცა სხვანაირად ხედავ არ წამიკითხავს იმიტომ რომ 1-2 წავიკითხე მე უფრო დიდმა და სულ დამემგრა ის პირველი შთაბეჭდილებები ამიტომ იქ სიყვარულია მთავარი და როცა სიყვარულია წერალი მიყვარს ესეა ძალიან ჩვენ თაობას უნდა ახსოვდეს ხო გოჯეშვილის რა მიყვარს ვიცოდე ხო ძალიან ზოგჯერ შეიძლება თქვა ითი გიზიდავს მაგალითად ხო კონკრეტულად არის ახლა წიგნი მაინც გონებასაც მიმართავს მარტივული ადამიანზე ხდება ეს რომ ძალიან კარგია როდესაც ხდება ახლა ადამიანს თუ სქემები და სალიტერატუროებებით მიუდექი რასაც ჩვენ ტექსტებს ვუდგებით მაშინ დააგროვება ყველაფერი ხო ადამიანი ემოცია აქვს აი წიგნთან მაინც ერთვება ემოციასთან ერთად გონება და შეიძლება თქმა რომ აი მომწონს ეს ზოგს იგავრობა ხიბლავს ხო ზოგს პირდაპირობა 1000 რამე არის მაგრამ მაინც წამყვანია ალბათ ის არის რომ თუ გაჩნდა ნაპერწკალი ემოცია ტექსტთან იყვარდება ის წერალი იყვარდება მე რომელიც ასეთ წიგნს დაგიწერს ხა შეიძლება იათაშვილის პირველად თავისი წერალი მაგრამ მე ვთვლი რომ ის წერალი იყვარდება რომელიც კარგ წიგნს დაგიწერს ან ჯერ წიგნი იყვარდება და იმის უკან წერალი ხა ისეთი წერილები გვიყვარს ჩვენ რომელიც 1000 წლის წინასაც შეიძლება დანტე არ გვიყვარს მე მიყვარს მაგრამ ისეთი წიგნი დაწერა ხო რუსთაველი ხო გვიყვარს აი წერილი მაგრამ სიყვარულით იწერეთ ხო იმიტომ რომ სულ არ ვიცით ვინ იყო
ხანდახანში წარმოდგენა არ აქვს, სახელიც არ ვიცით მისი პოემიდან. სხვა არა გვიყვარს ის რაღაც აჭრილი ალანდი წიგნში გვიყვარს, წიგნი მოხდა ესე. გინდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შენი გემოვნება, შენი შეხედულებები ლიტერატურაზე, მწერლობაზე და ეს ზოგადად გასაგებია ლიტერატურას თუნდაც უამრავი საყვარელი ავტორი ყავს, თავისთავად ცხადია, მაგრამ აი მე მაინტერესებს რა ჟანრის, რა სტილის მწერლებს გამოარჩევდი და ყველაზე უსაყვარლეს პირველ ადგილებზე როგორ მწერლობას დაასახელებდი. ძალიან მიყვარს მე ნიკოლოზ კიფაიძე. ნამუშევარ როგორც ლიტერატურა უცნობია მის შემოქმედებაზე და რომელი ნიკოლოზ კიფაიძე იმპრესიონიზმი ხო არა იცი რა იმპრესიონიზმი ხო მნიშვნელოვანი აბა ეხა ბილიკებიდან ლიანდაგებიდან ამგვარად მაგრამ ნიკოლოზ კიფაიძე მთლიანობაში როგორც აი ზუსტად ეს როგორც მწერალი მე ვთვლი რომ ერთ-ერთი ისეთი მწერალია ჩვენი თანამედროვე უწოდოთ ხო მაინც მე აღარა თანამედროვე მაგრამ ბოლო ახლო ეპოქის ლიტერატურაში რომელმაც ის ბევრი თემა რომელიც სხვადასხვა მისი ეპოქის თუნდაც მწერლებთან ანუ თუ ადრინდელთან ცალ-ცალკე იყო გაბნეული მასში ერთმანეთთან შეერთდა ადამიანისადმი ზოგადად ადამიანს წერს ნიკოლოზ კიფაიძე და აი ამიტომ მიყვარს განსაკუთრებით. ეხლა მაგალითად კონსტანტინე გამსახურდელი ძალიან საყვარელი მწერალია, მაგრამ იქ არის ევროპაზე, ისტორიაზე, დროზე აქცენტი. აქ ესეც არის და ადამიანი წინაპლანზე. მიხეილ ჯავახიშვილი არაჩვეულებრივი მწერალი, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს, მაგრამ იქ სოციალური ელემენტი, რაღაც შემოდის იქ აქ ადამიანი და გარე სამყარო, დრო და სივრცე იყო ჩემი თემა და მე მგონი კარგად მოერგო ნიკოლოზ კიფაიძეს, იმიტომ რომ ის მართლა მთელ დროსა და სივრცეს მოიცავს, თავის ტკივილით, თავის ცრემლით, თავისი განცდით, თავისი ისტორიისადმი დამოკიდებულებით აბსოლუტურად შეუზღუდავით, ხო, არა ისტორიული ამბებით აწერს ასე ყოველგვარი თარიღებისა და ეპოქების გარეშე. ძალიან ორიგინალურია ჩემი აზრით და არც ნიკოზთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ მოდერნიზმზე როა ორმაგი აზრი რო იყო საქართველოში თუ არ იყო, იყო. მე ვიმაჩნია, რომ ქართული მოდერნიზმი შემდგარი მოვლენა არის, ასე ვთვლი. ეს ნიკოლოზ კიფაიძე. შემდეგ ძალიან მიყვარს ვაჟა-მშაველა. ძალიან ეხლა საიუველირო წელი ამტვარვა ჩემთვის არის მთელი სამყარო და სრულიად ასე ვთქვათ სცილდება ეს ამ მიწიერ ფარგლებს და რაღაც სხვა განსხვავებები გადადის. ეს ქართველი მწერლებიდან ვეფხისტყაოსანი თავისთავად. ოღონდ აი ვეფხისტყაოსანზე მაქვს ესეთი განცდა, რომ აი რომ მკითხო ეხლა სვეტი ცხოველი გიყვარს, რა თქმა უნდა მიყვარს, ოღონდ მერე კი არ შემიყვარდა თითქოს. დაბადებიდან მოყვა ეს. ხო, არ არის ესეთი განცდა, რომ ვეფხისტყაოსანი მოყვა გენეტიკურად. მერე კი არ გაცნობიერე, რომ წაიკითხე. აი იბადები მასთან ერთად და რაღაც სხვანაირი გრძნობაა კიდე ესეც. ძალიან ნახეთ თუ წამოვალთ ოთარ ჭილაძე ძალიან ჩემთვის მნიშვნელოვანი მწერალია ძალიან მიყვარს აი ზუსტად მწერალი როგორც მწერალი და მის უკან ადამიანიც რა თქმა უნდა ჯერ წიგნი მაგრამ მე ადამიანი მოხდეს ეს და ეხლა რაც შეეხება რაც შეეხება უცხოელ მწერლებს ეს იმ ხელა ჩამონათვალია რომელსაც შემიძლია თქვა ძალიან წერალი შემოსულა ჩემ ცხოვრებაში. ხა რამდენიმე შემიძლია ვთქვა ამ წუთას, რომელსაც განსაკუთრებით ხშირად ბალზაკი მიყვარს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით მისი ადგილი ლიტერატურაში. ძალიან მიყვარს ფოლკნერი და ფოლკნერს ხა თუ საერთოდ ახსნი რატომ მიყვარს ფოლკნერი. ხო რაღაც ამერიკული კულტურა ცოტა ისეთია, თითქოს არც არის კულტურა, რაღაცა სხვა ცივილიზაცია, რომელიც ზე რაღაცებს ქმნის, ხო? არა იმ ტრადიციული კულტურული ფასეულობებს, რომელსაც ჩვენ მიჩვეული ვართ ევროპულ სივრცეში, ასე ვთქვათ. ხა ევროპაც ხო არც ნაწილად განხილული, ნახევრად მაინც.
და ფოლკნერი მიყვარს იმიტომ რომ მისი ილკნაპატოფა შეგიძლია შენ მიიღო როგორც შენი გაძლევს ამის საშუალებას ესე იგი მას აქვს ისეთი მძაფრი რაღაცა ნერვი აქვს ფესვი აქვს ის რითაც ადამიანები ხდებიან და გვაძალებენ ახლა გლობალისტები ყავთ კიდე თუ არა ვართ გლობალისტები იმ გაგებით რომ ჩვენი ნებისმიერი ოჯახში რაც წიგნის თარგმნებია ისაა დამადასტურებელი იმისი რომ ჩვენ გლობალიზაცია არაა ჩვენთვის უცხო ჩვენ ეს სამყარო ჩვენშია შემოსული ხო და ის ფოლკნერის ილკნაპატოფა შენ გაძლევს საშუალებას იგრძნო სხვა ადამიანი მისი განცდილი მისი სამშობლო და მისი სივრცე შენთვისაც გასაგები შეიძლება იყოს და ამიტომ თომას ვულფი მიყვარს კიდე ძალიან კარგი მწერალი არ არის ახლა ესე პოპულარული მაგრამ მისი დაკარგული ბიჭი არაჩვეულებრივი ნაწარმოებია კიდევ არ ვიცი თქვენ რამდენად დამეთანხმებით ალენ ფურნი არის ძალიან კარგი მწერალი ფრანგი მწერალი ის ძალიან კარგი მოემიც მიყვარს და კიდევ განსაკუთრებულად შეიძლება ითქვას და ახლა გააჩნია გასაგები იყოს რეი ბრედბერი მიყვარს ძალიან თავისი ვითომ ფანტასტიკი სინამდვილეში ეს იგავია სამყაროზე იგაურობა არის რაღაც ისეთში ხვევს თანამედროვე ძალიან ბევრი კარგი რამე აქვს იმას და მე მომწონს ძალიან თუნდაც ეს 451 გრადუსი ფარენჰეიტით ეხა უბრალოდ ყველაფერი არც გამახსენდა ამ წუთში. მხოლოდ სიაში რომ ჩამოწერო ვინ გიყვარს, როდის ვინ გიყვარს. ეხა ჰიუგო გიყვარს, აბარა, როცა ბავშვი იყავ, მე რომ გაიზრდები, ის ხარ და გავიწყდება ის ემოციები. ჯიუმაც გიყვარს, ხო, გიყვარს ეს ყველა ვინც დაგიკითხავს აი ამ მოხუცი და სხვა უნდა ვთქვა ეს და საერთოდ ჰემინგუეიზე ძალიან პატივს ჰემინგუეის რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს რაღაცა ემოციური ნაპერწკალი არ მაქვს. ისეთი როგორიც შეიძლება თქვა რომ გიყვარს, ხო პატივს ძალიან, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი გარდა იმისა რომ ჰემინგუეი არის ძალიან ისეთი შემართებული ვაჟკაცური რაღაცა ისეთი მომენტები შეიძლება ითქვას აი ქართული კაცი ეგენი აქვს და ჩვენი სისტემისთვის ასე ვთქვათ აზროვნების ძალიან მორგებულია მე ვთვლი რომ მის სამყაროში ძალიან დიდი წილი აქვს დაფარულ პოეზიას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ის არის პოეტი გადაცმული რეპორტიორის ფრაზებში და ეს ძალიან მაგრამ მე ვერ ვიხარ აი სიყვარულზე რო იკითხა ეს თორე ძალიან კარგი წერალია რა თქმა უნდა. ხა ცუდი წერალი რომელია? რომელია როცა შეიძლება თქვა არაში დაიხედა არის ხო დაიხედა უკვე ჩვენამდე მოვიდა ხო. დროს წერა ხო? შეიძლება შეგო ვახტანგ ბახტაძე ჟურნალისტი. უძნარესად სულ რამდენი ისეთი გავეცანე მაგაჯობაც ახალი ციგნის კონდენსი განხილვა ამ ციგნის და ეს მაგერებს იზრდება და შესანიშნავად არის შესრულებული. მინდა კითხოთ, აი რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა საზოგადოებრივ ტელევიზიაში და რამოდენიმე გლობალური დღეების ფონზე განაცხადა, რომ საბოლოოდ ჩვენ ვერ შევდექით როგორც წერია და გაიხსენა მერაბ მამარდაშვილის სტუმრული დაავადებით წლების ჭეშმარიტებასა და სამშობლოს შორის რომელიც უპირველეს. ესე უბრუნდებიან ამ თემას და მინდა თქვენეული ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით ამომსმენია თქვენეული ხედვა აი თანამედროვე ვარიაციები ისევ მომძლავრებულია ისევ შემოდის ეს შეიძლება ამბობენ რომ ეს მუხტი არა რომ ჭეშმარიტება თითქოს ეს არ არის ეთიკური რომ დააყენო ეს სამშობლო თუ ჭეშმარიტება თითქოს ამაში ვერ ხედავ აი ამ კუთხით არ არის თუ ევროპული განათლებით იქნება და და მაღალფარდოვანი და უნივერსიტეტური და ლათინური ტერმინები საუბრობენ. რას უჩევდით ახალგაზრდებს? ამ თქვენებული ხედვა მე მაინტერესებს ამ საკითხში. ეს ძველი დაავადება. 30 წლის წინ. ნუ ახლა თუ მე ვიხავს ადამიანი პირადად ჩემთვის სამშობლო მეთქე. ერთი ნიშნულობა ვამბობ.
ამას. მე არ ვიცი რა ჭეშმარიტებაზე ახლა ლაპარაკი თუ რაღაცა ისეც მართლა ძალიან არა ადამიანურზე და იქ რა კონტექსტშიც ახლა მამარდაშვილმა თქვა იმ შემთხვევაში ერთნიშნულოვნად ახლა ძალიან ვინმეს მოუდინებაზე ან ტანჯვაზე ან ამაზე თუ დადგება საკითხი და ჭეშმარიტება რომ ადამიანი არ უნდა მოკლა და რაღაცა არ უნდა ატკინო ახლა იქ შეიძლება შეჭრხმენ მაგრამ ძირითადად თუნდაც პერსონალიებთან მიმართებაში ის ჭეშმარიტად უფრო უკეთესია თუ სამშობლო უფრო უკეთესია სამშობლო უკეთესია და მეტი არა თქმა უნდა მაგრამ თვითონ ეს საკითხი გამოიწვია დეკონსტრუქციამ აი ამ თანამედროვე თეორიებმა ისინი ხო ყველაფერს შლიან ყველაფერი სიმულაკრებით იხსება სიმულაცია ყველაფერი უნდა გადაიქცეს კვაზი ფასეულობებად სამშობლოც ასე უნდა გადაიქცეს ყველაფერი და ნუ დაგვრჩეს ესეთი თითქოს ზე ადამიანზე აღმატებული რაღაც ჭეშმარიტება რომელიც მე ძალიან პატრიცემ მამარდაშვილს როგორც მოაზროვნეს ვიმაჩნია რომ კარგი მოაზროვნა იყო რაღაც თვალსაზრისით მაგრამ მაინც ძალიან ძნელია რომ მამარდაშვილი ბიბლიაზე მაღლა დაგდეს ხო ვერ დადგება ვერანაირად და მეტი რა ჭეშმარიტება აღმოაჩინა იმას ჭეშმარიტება არ ბიბლიური შეიძლება ასეოდეს ისეთ ჭეშმარიტება რომელიც სამშობლოს დაუპირისპირდება და დამეწია იმაში ბიბლიური ჭეშმარიტებები არსებობს რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეხლა სხვა ჭეშმარიტება მაგალითად დემოკრატია ვინ თქვა რომ ჭეშმარიტება სიტყვაზე ვინ თქვა რომ ეს ჭეშმარიტებაა ვინ თქვა რომ მაგალითად აი დავუშვათ პოლიცია რო ძლიერი უნდა იყოს და აღკვეთოს რაღაცეები ცემატყვებით ეს ჭეშმარიტებაა ვინ თქვა ეს საწერია ეს ხო შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ეს არის ჭეშმარიტება რომელიც შენს რაღაცა ლირიკაზე მეტია სამშობლოსადმი მიმართული მაგრამ ემას არ აქვს წყარო გამოდგება ვერც მამარდაშვილი ვერც პლატონი და სოკრატე ვერ გამოდგებიან ამის ჭეშმარიტების ერთი ჩემი აზრით ახლა მე კატეგორიულად არ ვამბობ შეიძლება ერთადერთი ხო ერთადერთი შეიძლება ბიბლიურ ჭეშმარიტებას თუ შეეწინააღმდეგა რამეში სამშობლოს ცნება აი მაშინ დადგეს ის ბიბლიური უფრო მაღლა მაგრამ რა ხდება ასე რო არასოდეს სამშობლოს განცდა არ უპირისპირდება ღმერთისა და ის განცდას რო ვახდენას მაგალითად ჩვენ სამშობლოზე კი არა მაგრამ სხვები სამშობლო მაგრამ ჩვენ სამშობლო ხო არ არის ყველასი ხო თავისი მიწა თავისია არსად არასდროს ჩემი რაც ვიცი და შეიძლება არ ვიცი არ დაპირისპირებია სამშობლოს განცდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას პირიქით არა ბუდობა მჯეროდეს არჯერ მაშინ ფილოსოფოსმა ისიც თქვას რომელი ჭეშმარიტებები მოდის ამ დაგასწრებას სამშობლოსთან ხო თავისი არჩევის ჭეშმარიტებები რომელიც უნდა დავაყენოთ სამშობლოზე წინ და კი ბატონო მამარდაშვილი ჭეშმარიტება დემოკრატიულ სამყაროში რომელსაც ურევდა იმაში რაღაცა ცოტა რუსულ კულტურის ტრიალშიც ნაწილობრივ იმ შემთხვევაში ასე დასავლურის და რუსულის ყველაფერი თავისი ქვეყნის გარდა.